ეს მურადია. შეიძლება მას ვერ ცნობდეთ, მაგრამ მისი თხილი ალბათ ყველა თქვენთაგანს ექნება გასინჯული. ნახოთ, თუ რა განვითარებას ხედავს მურადი თავის ბიზნესში და რა სურს მას შარქებისგან. ჩემი სახელია მურად ღოღაძე, კომპანია ქალაქურის დამფუძნებელი. დაახლოებით 15 წელიწადია რაც ამ საქმეს ვაკეთებ, 2007-დან 2008 წლიდან დავიწყეთ ამ საქმის კეთება. იდეა არის იმის, რომ კომპანია ქალაქური იყოს რამოდენიმე ქვეყანაში წარმოდგენილი როგორც ქართული თხილის და ასე შემდეგ. არის პროდუქციები თხილის, რომელიც დიდი მწარმოებელები ვარ ჩვენ თხილის საქართველოში, მაგრამ ჩვენი იდეა არის ის, რომ თვითონ ბრენდში შეფუთული პროდუქცია გავიდეს საზღვრებს იქით, რასაც უფრო მეტ ხაზს გაუსმებს საქართველოს მიმართულებითაც და ქართველი ხალხის მიმართულებით ცნობადობასაც აწევს ეს მიმართულება ჩვენი წარმოებით და ჩვენი მიმართულებებით. მინდა რომ ნახოთ ჩვენი პროდუქციები, მე მგონი იცით მეტნაკლებად ჩვენი პროდუქცია. ჩვენი პროდუქცია ვიცით, მურად. მადლობა, დიდი მადლობა. ძალიან კარგად ვიცნობ თქვენს პროდუქციას. მადლობა, ძალიან კარგი და სასიამოვნო. აი ეს მიყვარს ყველაზე მეტად აქედან. აბა რომელი? ეგ და თხილი ქოულო. თქვენი პროდუქციის ყოველდღიური მომხმარებელი ვიყავი 2014 წლამდე საქართველოში ცხოვრობდი. ძალიან კარგი, კი, ყველას გაგვისინჯავს, ყველა მომხმარებელი ვართ მე მგონი. ნედლეული პროდუქციის აი ეს. ნედლეული ზოგადად ქართული თხილი, რომელიც არის წარმოდგენილი, ეს ქართული თხილი, ეს ერთი თხილი, იშვიათი ჯიშის თხილია, მოდის ამოდენიმე სოფელში, ასე რომ ვთქვათ. სამტრედია აბაშის ტერიტორიაზეა, კახეთშიც გაშენებული გვაქვს ჩვენი პლანტაციები მაგ კახეთში, დაახლოებით 20 ჰექტრამდე, მაგ პატარა საწარმო, სადაც ვამუშავებთ ამ თხილს. ბოდიში. პლანტაციები გაქვთ კახეთში. კი ბატონო, სოფელი ართანა არის. 20 ჰექტარი თქვით? 20 ჰექტარი, კი. ესა თქვენი საკუთრებაა, ხო? კიდე სად არის პლანტაციები? ართანა სოფელი. კი, კიდე სად არის დასავლეთშია, კიდე კახეთის გარდა. არა, დასავლეთში ჩვენ მეურნეობა არ გვაქვს. დასავლეთიდან ვიღებთ ამ პროდუქციას და კახეთში გავაშენეთ ახლა ეს. ყიდულობთ, ხო? ყიდულობთ, კი. ანუ ჯერ არის მსხმოიარე 5 ჰექტარი, დანარჩენი არის კიდევ მოზარდი ენერგიებია, რომელიც რამოდენიმე წელში მოგცემს უკვე შედეგს. ჩვენ უკვე საქართველოს მასშტაბით ცნობადები ვარ და ქალაქური უკვე ყველა მიცის ეს პროდუქცია და საკმაოდ კიდევ ერთხელ ვუყურებ, რომ ბევრ მაღაზიაში წარმოდგენილი და ყველას მეტნაკლებად მოსწონს ეს პროდუქცია. მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ უკვე უნდა გავიტანოთ პროდუქცია. ზუსტად ეს არის ჩვენი იდეა, რომ ქარხანა, დიდი საწარმო თუ არ გვექნება ეს საწარმო, რომელიც ახალი სტანდარტებით იქნება გაკეთებული, თანამედროვე ტექნიკით, ახალი ავტოპარკით იქნება, მარაგების მიზნით იქნება შექმნილი და ასე შემდეგ. სხვანაირად ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ანუ ერთხელაც რო გავიმეოროთ, რა თანხას ითხოვთ და რა წილის სანაცვლოდ? 2 მილიონ ლარს ვითხოვ. არსებული კომპანიაში შემოვდივართ, რასაც კომპანიას ბრუნვა აქვს და მოგება აქვს და 7% ვიძლია შედეგს მივიღებ. ეს 2 მილიონი თქვენ საწარმოსთვის სჭირდებათ, ხო? ბატონო? საწარმოსთვის სჭირდებათ ეს 2 მილიონი მჭირდება საწარმოს. ეს 2 მილიონი საწარმოს წარმადობა რაღაც ხო გაქვთ თავში მაინც ყოველ შემთხვევაში რა წარმადობის საწარმო გჭირდებათ და ეს ხო განსხვავდება მე მოთხოვნა რა იქნება იმის მიხედვით რომ ქვეყანაში შეხვალთ. ნუ მე ხლა ამ ეტაპზე რასაც ვაწარმოებ, შემიძლია რაღაცა თქვა მიმართულებით, დაახლოებით 10-20%-ით მეტი ვაწარმოო პროდუქცია და შევიტანო თქვა უკრაინაში. იმიტომ რომ თლიანად უკრაინაში ხო ვერ შევიტანოთ, უნდა შევიტანოთ ერთ-ერთ რიტეილში. ანუ მე რას გეკითხებით, არა სხვა სიტყვები რო თქვა, თქვენ ახლა მოთხოვნა არის ით ექსპორტზე რა გექნებათ და უკვე ქარხნისთვის ჩამოყალიბებული ხართ რომ 2 მილიონს ხარჯავთ. დიახ. აი მაგას ეგ ვერ გადავჭერი მე ჩემ თავში რა, რომ აი ეს ქარხანა ისეთ ყველა აღშენებული რო არ დარჩეს, მაგის გარანტია რა გაქვთ თქვენ? მაგის გარანტია ზუსტად მაგიტო ვარ თქვენთან ერთად, რომ თქვენი დახმარება მჭირდება პროდუქციის გატარებასთან დაკავშირებით. ადგილობრივ ბაზარზე დახმარება არ მჭირდება, ადგილობრივ ბაზარზე ნორმალურად ადგილობრივი ბაზარი იმ საწარმოთი უკვე ათვისებულია ბოლომდე? კი, რა თქმა უნდა, ეხლა არსებული საწარმოც ყავს ადგილობრივი ათვისებული. ნახემურად არ შეგეკითხეს. დიახ. ჯერ უნდა იდენტიფიცირება გააკეთო რამდენიმე საექსპორტო ბაზრის. მომავალ 5 წელიწადში, 1 წელიწადში კი არა. 5 წელიწადში თქვათ რა. ხა 6 წელიწადში და 1 წელიწადში ხა 5-6 ბაზარს ვერ აითვისებ. სერიოზულ შეცდომებს დავუშვებ რა. დაახლოებით 5 წლიანი გეგმა რო აიღო შენი ექსპორტის რა, თქვენი ექსპორტის. შეკითხვა იყო ესეთი, რომ ეს საწარმო სიმძლავრე რაც უნდა შექმნა. გათვლილია რომ აი 5 წლის განმავლობაში, როცა მე 3 თუ 5 ბაზარს ავითვისებ, ეს საწარმო სიმძლავრე იქნება თავსებადი და ადეკვატური იმასთან შედარებით, რაც მე გადაწყვეტილი მაქვს რომ გავაკეთო, თუ 2 წელიწადში ისე უნდა მოვიდეს ინვესტორი და ისე ფული უნდა ჩადოს ამ საწარმოში. თუ ჩვენ საწარმოს გადიდება მოგვიწევს და ინვესტორის მოძიება მოგვიწევს, ჩვენ იმისთვის გვაქვს პროდუქცია, ინვესტორის მოძიება აღარ დაგვჭირდეს და ამ მოგებული თანხით საწარმო გავაუმჯობესოთ, ან გავადიდოთ. ეს არის იდეა ამის. მურად, 2 მილიონი ლარი გინდათ. დიახ. განახდება ინვესტიცია კომპანიაში და ეს არის გადაცემის ფორმატის და ამ პროექტის 7% გინდათ რომ დათმოთ ამისთვის. კომპანია რა გესიცით ამ შეფასებით რა გამოდის?
დღეს კომპანია შეაფასე 28 მილიონ ლარად. 2 მილიონი 7%-ში. ეს ნიშნავს, რომ კომპანია 28 მილიონი ლარი აქვს, პლუს მინუს. რა თქმა უნდა, თქვენ გეტყვით. ეგრანაირად არება. ეხლა ყურ გეტყვით რა, თუ ჩვენი კომპანია დღეს 28 მილიონი ლარი ცოტა თანხა არ არის აქ. ხო, ეს კომპანია 28 მილიონი იმ შემთხვევაში გამოვა და გამოდის, თუ ჩვენ კომპანიას გავადიდებთ, ხო? ანუ არსებული კომპანია 10 მილიონის ფარგლებში ასაც ჩვენ არ გაადიდებთ, თქვენ კი არ გაადიდებთ, თქვენ გაადიდებთ ინვესტორთან ერთად. ინვესტორი ჩადებს ფულს, აიღებს რისკს, თქვენთან ერთად იმუშავებს წლების განმავლობაში, რომ მიიღოს ის 28 მილიონი ლარიანი კომპანია, მაგრამ ეს მრავალ თქვენ დღეს ვიაფასებთ მას 28 მილიონად და ამ ოპერაციაში მე ვერ გამოყვებით, უბრალოდ წმინდა მათემატიკურად, ფინანსური კალკულაციით არ არის, არ ვერანაირად ვერ დავასაბუთებ, რომ ეს კომპანია ღირს 28 მილიონი. ანუ თქვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეთ ამ ბიზნესის აქამდე მოყვანაში და ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა რომ არაფრისგან ამ ხელა ბიზნეს შექმნით, ხო? შემდეგი ეტაპი თქვენთვის გადასასვლელად არის, რომ საშუალო ზომის კომპანიიდან გახდეთ დიდი ზომის კომპანია და მაგისთვის თქვენ სწორად ამბობთ, რომ გჭირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა. მაგრამ ამასთან ერთად თქვენ გჭირდებათ ასევე სერიოზული ინვესტორი, ხო? ანუ სერიოზულ ინვესტორთან სასაუბროთ, თქვენ არ გაგაჩნიათ ის უნარები, რომ დაასაბუთოთ ფინანსურად, როგორ უნდა მოიძიოთ რამდენიმე მილიონი. აი ხა თქვენ რას ლაპარაკობთ, აი სოსომ უფრო ისე გითხრა და მე პირდაპირ გეუბნებით, რომ არასერიოზულია. აი მე როგორც ინვესტორს არასერიოზულად მიმაჩნია ეს ლაპარაკი, რასაც თქვენ ამბობთ, კარგი გეგმებია, პოტენციურად საინტერესო, მაგრამ ფინანსურად თქვენ რაც მოიტანეთ, უბრალოდ არასერიოზულია. შესაბამისად, ეხლა უნდა წაბრძანდეთ, ჩემი აზრით, დასხდეთ გამოცდილ ინვესტორებთან, ასევე მოიწიოთ აუდიტორი კომპანია თუ ამის სრული გექნებათ, შეაფასებინოთ კომპანია და რეალური შესთავაზებით მიხვიდეთ ინვესტორთან, ვისაც ამ ბიზნესში უნდა შემოსვლა. ანუ დღევანდელი შემოთავაზება თქვენი ჩემთვის, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, ხა, არ ვიცი, მაგას ბევრი ახსნა მე მგონი არ უნდა და მე ამიტომ არ გამოყვეთ. ჩვენ ვეძებთ ისეთ ბიზნესებს, სადაც ჩვენ თანხას აფასებენ იმდენად, რომ ჩვენი თანხა და ინვესტიცია შევხვდეთ რაც უფრო ჩქარა და მოვიგოთ. გასაგებია. თქვენ რასაც ვთავაზობთ, ხო? ერთი არარეალური შესაძლებლობაა, იმიტომ რომ ჩვენ თანხას ვერ ამოვიღებთ 25 წელიწადში და თქვენ რასაც ვთავაზობთ ეს 25 თუ 30 წლის მულტიპლაიერი, ხო? გამოდის რომ თქვენ ვთავაზობთ ჩვენი ინვესტიციით გაკეთებულ შედეგს და იმის ფასი გინდა ეხლა როგორ მოგწე. აქ ქართული რო ხართ, იმიტომაც ყიდულობს ხალხი. ახლა მეც ყიდულობ თქვენს პროდუქციას და ერთ-ერთი მოტივი იმის რომ ყიდულობ ამას არის ის რომ ქართულია. ანალოგია. სიმართლე გითხრათ, როგორც მომხმარებელი ისე გეუბნებით. თქვენი წინადადება ახლა ამ წუთას როგორ გამოიყურება, იცით? თქვენ ითხოვთ ძალიან არარეალურ პროცენტში ძალიან დიდ თანხას. ახლა აი იგივე თანხა რომ მოგეთხოვათ დაახლოებით და წინადადება ქონდათ 40%-ის, დაახლოებით რეალობასთან ახლოს იქნებოდა, რაც მე დავთვალე. შენი შეფასება დღევანდელი, რაც მოგაქვს და ამბობ, რომ 7% გინდა გასცე 2 მილიონად, არის იმ მომავალი კომპანიის შეფასება, რომელსაც გინდა რომ მიაღწიო ამ 2 მილიონით. შესაბამისად, უფრო მეტი უნდა გასცე იმისთვის, რომ გაზარდო ამ კომპანიის ღირებულება იქამდე, რომ შემდეგ მართლა ღირდეს მისი 7% 2 მილიონი. აქედან გამომდინარე, ის შეთავაზება, რომელსაც შენაკეთებ ჩვენთვის, არ არის მინუსდოლი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ 2 მილიონს ვდებთ იმაში, რომ ეს კომპანია მივიდეს რაღაც ღირებულებამდე, რაც საკმაოდ დიდი ღირებულებაა, მე თუ მკითხავ და ჩვენ შემდეგ გვექნება ამ 2 მილიონის ღირებულების წილი ამ კომპანიაში. მას შემდეგ რაც მივა აქამდე. მაგრამ თუ ჩვენ გეხმარებით ამ ღირებულებამდე მისვლაში, მაშინ ჩვენ დღეს უფრო მეც ვითხოვთ, იმიტომ რომ თან ამ ყველაფრით რისკავთ საკმაოდ დიდ კაპიტალს. ამიტომ გეტყვით. მე პირადად არ ვარ დაინტერესებული საკმაოდ ამ ბიზნესისგან. ამიტომ მე ვერ გამოყვები. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ხარს გიჭერთ ნამდვილად. როგორც ვიცი, ისაა ქართული თხილი არ იყიდება. და სიამოვნებით შევძლებ, რომ შევთავაზოთ ჩემ მეგობრებს შემოიტანონ თქვენი თხილი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოტანი თხილების და რაღაცების ისაა ჩემ მეგობრია. სიამოვნებით შევთავაზოთ. ძალიან კარგი და საინტერესოა. რა ვიცი? ნამდვილად. კარგით. მადლობა. მადლობა თქვენ. კარგად იყავით. ნახო. ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიღო. ჩვენ შემთხვევაში კი თხილის ბიზნეს ვერც ერთი შარქი ვერ გაყვა. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩემთვის, ისე საზოგადოებისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი მაყურებელი ნახავს ამ შეხვედრას და გაიაზრებს, თუ როგორ უნდა დაალაგოს თავისი მომავალი გეგმები.